ფრანგული პროვანსიდან დავრუნდი საქართველოში და შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმოგზაურებ საქართველოში. პირველი რეგიონი, რომელიც ამოვარჩიე მოგზაურობისთვის, არის კახეთი და ახლა ჩვენ მოვედით უჯარმაში, რომელიც გომბორისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და შეიძლება არაერთხელ გამოგვივლია, მაგრამ გაჩერებით არც ისე ხშირად გაგვიჩერებია. მეც რამდენიმე წელი ავყოფილო რამ საინტერესო და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ციხესიმაგრეში. შემოსვლა ფასიანია, ერთი ბილეთის საფასური 10 ლარია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ახლა უკვე შიდა ტერიტორიაზე ვართ, ამიტომ დავიწყოთ მისი კარგად დათვალიერება. ვახუშტი ბაგრატიონი გვამცნობს, რომ უჯარმა ფარნავაზ მეფის მემკვიდრეს საურმაგს დაუარსებია ძველი წელთაღრიცხვით მე-3 საუკუნეში. ხოლო დასახლების გაზრდასა და ქალაქად ქცევას ლეონტი მროველი თავის ქართლის ცხოვრებაში ფარნავაზიანთა დინასტიის ბოლო მეფეს ასფაგურს მიაწერს. ციხე-ქალაქი მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაგზია აშენებული. ეს ხელსაყრელი სტრატეგიული ადგილი აკონტროლებდა მნიშვნელოვან გზას, რომელიც აკავშირებდა მთასა და ბარს. აქ განვითარებული სოფლის მეურნეობა, ხელოსნობა და ვაჭრობა ეკონომიკურად აძლიერებდა ქალაქს. ციხე-ქალაქი უჯარმა დღეისთვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ის აშენებულია მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე ერთ შემაღლებულ ადგილას, რომელიც მოიცავს ციხეს, კოშკებს, სასახლეს, ეკლესიას, ყველა მნიშვნელოვან ნაგებობას, რაც ძველ ციხეებს ახასიათებდა. უჯარმა მე-3-4 საუკუნეების მიჯნაზე აშენებული და უკვე მე-4 საუკუნეში საკმაოდ მნიშვნელოვანი დასახლება იყო. მაგრამ მისი აღმავლობის პერიოდი ალბათ მე-5 საუკუნეა, მაშინ როდესაც ქართლის მეფე არის ვახტანგ გორგასალი. ვახტანგ გორგასალმა უჯარმა მის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია. უჯარმის აღზევების პერიოდი ასევე უკავშირდება ვახტანგიშვილს და არჩი უჯარმასაც, რომლის პერიოდშიც ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო. საერთო ჯამში რომ შევაფასოთ, მე-4-მე საუკუნე ითვლება უჯარმის ზეობის, აღმავლობის და დიდებულების ხანად. მომდევნო საუკუნეებში, მაშინ როდესაც სამთავროება დაიშალა აშინდელი საქართველოს ტერიტორია, მნიშვნელობა კრებულობს და განსაკუთრებით ცუდი პერიოდია 914 წელი, როდესაც არაბებმა ციხე-ქალაქი დაარბიეს და ფაქტობრივად ამის შემდეგ ეს დიდი ქალაქი პატარა დასახლებად გადაიქცა. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კი ციხის დასავლეთით იყო. ციხის გალავანი გრძელდებოდა დამრეც კლდოვან ფერდობზე, მდინარის ნაპირამდე. გალავანში თანაბარ მანძილზე 9 კოშკი ყოფილა ჩატანებული. კოშკების მეორე და მე-3 სართულები განკუთვნილი იყო მეციხონე ჯარისთვის საცხოვრებლად. კოშკებს ჰქონდათ დახურული ბანური სახურავი. უჯარმის ციხე რესტავრირებულია და თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა თავის აღმავლობის პერიოდში. ციხის ტერიტორიაზე არის ჯვარიპატიოსანის ეკლესია, რომლის შენებლობაშიც ორი ფენა განირჩევა. პირველი ეს არის მე-5 საუკუნით დათარიღებული ეკლესია, რაც ახლა მე ვიმყოფები, ხოლო მოგვიანებით დააშენეს უფრო დიდი ეკლესია. შესაბამისად, ეს არის ორსართულიანი ეკლესია, ეს არის უძველესი მე-5 საუკუნით დათარიღებული, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ ქვედა ნაწილიდან, ასე ვთქვათ, ხოლო თუ გნებავთ, რომ მეორე სართულზე არსებული ეკლესია მოვინახულოთ, ზედა შესასვლელით უნდა ისარგებლოთ.
ქართლში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების პერიოდში წმინდა ნინოს მითითებით აღმართული სამჯვრიდან ერთ-ერთი სწორედ უჯარმაში აღმართეს, რაც ამ ადგილის მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. ეკლესიიდან ქვემოთ შეგიძლიათ ბილიქს გაუყვეთ და კარგად დაათვალიეროთ ციხესიმაგრეში არსებული ნაგებობები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ არაერთი არტეფაქტია აღმოჩენილი, მათ შორის მინის და ბრინჯაოს სამაჯურები, ბრინჯაოს ბეჭდები და ღილები, ქვევრები და ასე შემდეგ. საქართველოს ტერიტორიაზე არაერთ ციხესიმაგრეში ყოფილვარ, მათ შორის ერთ-ერთაც გვიმოგზაურია და იცით რომ სხვა ნაგებობებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო წყალსაცავი. მაგრამ იმ ზომის წყალსაცავი, რაც უჯარმაში მდებარეობს, ნამდვილად არ მახსენდება თუ რომელ ციხესიმაგრეშია შემორჩენილი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უჯარმის უდიდეს მნიშვნელობას. როგორც წარსულში, ისე უკვე დღევანდელ ჩვენ ცხოვრებაში, ვინაიდან ასეთი ისტორიის მქონე ციხესიმაგრეა. შუალ წყალსაცავი კარგად არის შემონახული, მოსჩანს ქვევრის ნაშთიც, რომელთან მიახლოებაც არ შეგვიძლია, მაგრამ აქედანვე შეიძლება მისი დანახვა. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ უჯარმა არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ციხესიმაგრე, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და გვაქვს შესაძლებლობა მოვიდეთ ერთგვარად წარსულში ვიმოგზავროთ, გავიაროთ ისეთ ბილიკებზე, სადაც თვით ვახტანგ გორგასალსაც გაუვლია. თუ უჯარმაში არ ხართ დამყოფი, ან ჩემსავით რამდენიმე წელი არ მოსულხართ, გამოიყენეთ წლევანდელი ზაფხული, მოდით ოჯახთან ერთად, მეგობრებთან ერთად, დატკბით, განიტვირთეთ, არაჩვეულებრივი ხედებია, შეგიძლიათ ჩახვიდეთ მდინარე იორზეც, მოკლედ შეგიძლიათ აქ მოსვლით ერთი კარგი სამოგზაურო დღე დაგეგმოთ. უჯარმიდან შემდეგი დანიშნულების ადგილისკენ დავიძარი. როცა ამ მოგზაურობას გვეგმავდი, რამდენიმე ისეთი ადგილი შევარჩიე, სადაც დამყოფი არ ვიყავი და ერთმანეთისგან შორს არ იყო. ახლა ხაშმში ვარ, საიდანაც ლაფიან ხევი უნდა გადავკვეთო და ერთი კომპლექსი მოვინახულო. სოფელი ხაშმის შუა საუკუნეებში კაწარეთად, შემდეგ კი სამებად მოიხსენიებოდა. ყოველთვის განსაკუთრებით მომწონს ასეთ გარემოში მოგზაურობა. აი მოვედით ხაშმის დედამარიამის კომპლექსში, რომლის შიდა ტერიტორიაზე შემოვედით კარიბჭით, რომელიც მდებარეობს გალავანში ჩაშენებულ კოშკში. კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა არის ეს ეკლესია, რომელიც შიდა ტერიტორიის შუაგულში მდებარეობს და ის აშენებულია მოყვითალო ქვიშაქვის ფილებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანი ეს ტერიტორია შემოსაზღვრულია გალავნით, რომელიც საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია ჩვენამდე მოღწეული. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთლიანი ეს კომპლექსი საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენდა მაშინდელ საქართველოში. ამ ტაძარში პირველად მოვედი და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ ვესტუმრები მას, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო კომპლექსია მთლიანად, ასევე გარემო შესანიშნავი არაჩვეულებრივი ხედები, ბუნება შეგიძლიათ განიტვირთოთ, აქვე არის მოსასვენებელი ადგილები, არის წყაროებიც და რაც ძალიან სასიხარულოა, როგორც ჩანს ამ ტაძარს უვლიან, ვინაიდან როგორც ხედავთ, მოტიბულია და შეგიძლიათ თავისუფლად ამოხვიდეთ. ოღონდ გაითვალისწინეთ ისეთი პერიოდი შეარჩიეთ აქ მოსასვლელად, მდინარის გადმოკვეთა შესაძლებელი რომ იყოს, ან მანქანით, თუ მაღალი გამალობის მანქანა გყავთ, ან ფეხით. ტაძარი დარბაზულია, აქვს ორი შესასვლელი, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ორივე კარი გარედან მოზრდილი არქიტრავით თარაზულადაა გადახურული. შესასვლელების თავზე გამოსახულია რელიეფური ჯვრები. ეკლესია მარტივადაა ნაშენები, არა მდიდრული გაფორმებები.
გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით. შემოვიდით უშუალოდ ტაძარში, რომელიც ტაძარიც მე-14 საუკუნეებს განეკუთვნება და იმის კვალობაზე რომ საკმაოდ ძველი, ამდენ საუკუნოვანი, საკმაოდ კარგად არის შემონახული. მაშინ განირჩევა სხვადასხვა ქვის ფილები, როგორც ჩანს, როგორც ხდებოდა ხოლმე ძირითადად რესტავრირებულია, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეს იყო მოხატული ეკლესია, საიდანაც სამწუხაროდ ძალიან მცირე დეტალებია შემორჩენილი, ფაქტობრივად აღარც განირჩევა მხოლოდ საღებავების კვალია და ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არ ვიცოდეთ, რომ აქ ფრესკები იყო. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალიან კარგია, როდესაც რეაბილიტაცია უტარდება, ადამიანები ცდილობენ ნაგებობის გადარჩენას, მაგრამ ძალიან არ მომწონს ხოლმე, როდესაც თანამედროვე დაკეთებენ გულისხმობ ამ შემთხვევაში, აქაც გარკვეულ ნაწილზე არის თანამედროვე იატაკის ფილები დაგებული და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, რომ ვფრთხილდებით და გვინდა რომ რაღაცნაირად შევაკეთოთ, მაგრამ უმჯობესია შესაბამისი და შესაფერისი მასალით ჩაუტარდეს რესტავრაცია. სასახლე, რომელიც ხეებსა და ბუჩქებშია გახვეული, ორი სართულისგან შედგებოდა. დღემდე შეინიშნება ციხის ელემენტები. უკან კვლავ ლაფიან ხევის გავლით უნდა დავბრუნდე. ადგილობრივები მდინარეს ღვთისწყალს ეძახიან, რომელიც ზაფხულში ერთი თვე უხვად მოედინება. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს პირველი ნათლობა კახეთში სწორედ ლაფიან ხევში ჩაუტარებია. აღსანიშნავია, რომ ძველი საქარავნე გზა სწორედ ამ ტერიტორიაზე გადიოდა. სოფელ ხაშბთან რუკაზე დავინახე ერთი ადგილი და ძალიან დამაინტერესა, ვინაიდან აქ ნამყოფი არ ვარ და მოვედით ძალიან საინტერესო ადგილას, რომელიც იყო ძველი სოფელი ყარაბულახი, რომელიც მე-14-მე-16 საუკუნეებში დაარსებულიყო და აქ იყო ჩოლოყაშვილების სასახლე, სადაც მდებარეობდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც კარის ეკლესიას წარმოადგენდა, ცილინდრული კოშკი, გალავანი, მოკლედ ძალიან საინტერესო ადგილია და ხაშბთან, ან ხაშბში თუ მოხვდებით, გირჩევთ აუცილებლად მოხვიდეთ. თვითონ ეს სოფელი ყარაბულახი არც ისე პატარა ყოფილა, 1802 წლის აღწერების მიხედვით აქ ცხოვრობდა 23 კომლი, ხოლო უკვე 90-იანი წლების ბოლოს გადასულან სოფელ ხაშბში და დღეს ეს ტერიტორია, როგორც გითხარით, სოფელ ხაშბის შემადგენლობის ნაწილია. აქ არის ძველი მარნებიც და ეს სასახლეც, თუმცა დღეისთვის აქ არის მამათა მონასტერი. ამიტომ დიდად არ შევაწუხეთ, უბრალოდ ეზოში გავისეირნებთ, ეკლესიას შევხედავთ და ამ არაჩვეულებრივი გარემოთი დავტკბებით. დღეს კახეთში დავრჩები ღამის გასათევად და ხვალ-დილით გავაგზავნებ ჩემს მოგზაურობას. კიდევ რამდენიმე ადგილს ვესტუმრები.
გათენდა მეორე დღე კახეთში და მოდი დღევანდელი დღის პირველი დანიშნულების ადგილას, საიდანაც ძალიან ლამაზი ხედი იშლება პატარძეულზე. პატარძეულის გაგონებაზე პირადად მე მაშინვე გოგლა ლეონიძე მახსენდება, რომელიც სწორედ ამ სოფლიდან იყო. თუმცა დღეს აქ სხვა მიზეზით ვარ მოსული. აქ არის ორი კოშკი, რომლის მონახულებაც მაინტერესებდა და აი მოვედი პირველ კოშკთან, რომელიც ფიცხელაურების კოშკია და მას ადგილობრივები მრიზიანთ კოშკსაც უწოდებენ. ეს კოშკი მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული, როგორც ხედავთ, არის ცილინდრული ფორმის და აშენებულია რიყის ქვით. ერთი შეხედვით საკმაოდ კარგად გამოიყურება, კარგად არის შემონახული. დროს აღარ დავკარგავ და უკვე შიგნიდან დავაცილებ და ნახოთ, როგორ გამოიყურება შიგნიდან და დარწმუნებული ვარ, კარგი ხედიც იქნება სახურავიდან. წავედით. შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ არის ასეთი ჩასასვლელი და აბა შევხედავ, იქნებ რამე საინტერესო იყოს. ძალიან ცუდი ჩასასვლელია, ვიწრო სგულისხმობ, რა თქმა უნდა, როგორც კოშკებს. ქვევრი. როგორც ჩანს, ეს უფრო საჭმლის და სასმლის შესანახად გამოიყენებოდა მარაგისთვის. მიდან ორი ქვევრია შემორჩენილი. სხვა ისეთი არაფერი, მაგრამ ალბათ აქ იყო საწყობი. ამ სართულის სახურავი აგურით არის მოპირკეთებული. ასეთი რომ არ მახსენდება, სადმე მქონდეს ნანახი, ამ ქვევით ჩავდიოდე და ასე კარგად გამოიყურებოდეს. ამოვედი ბოლო სართულზე, სადაც არის ასეთი კარგი გადასახედი, საიდანაც შესანიშნავი ხედები იშლება, როგორც პატარძეულზე, ისე 360 გრადუსით არსებულ მთებსა და ველებზე. მოგეხსენებათ, კოშკებს აშენებდნენ ან თავდაცვითი, ან სათვალთვალო დანიშნულებისთვის. მაგრამ ეს კოშკი ნაკლებად გავს რომელიმეს. ეს უფრო მაგონებს სალხინო კოშკს, რომელიც ერთ-ერთ პირველ გადაცემაში გაჩვენეთ ქვემო ქართლში მოგზაურობისას. რომელიც სწორედ სალხინოთა დროის გასატარებლად იყო აშენებული. სალხინოს კოშკის მსგავსად, აქაც თითოეულ სართულზე არის სათავსოები, ბუხრის ნაწილები, სადაც როგორც ჩანს, დღემდე ატარებენ ხოლმე დროს და ალბათ მოდიან ადამიანები სხვადასხვა რამის აღსანიშნავად. მთლიანობაში ეს კოშკი არის 5-სართულიანი და გარდა რიყის ქვისა, აქ შეიმჩნევა აგურის ქვაც და ბოლო სართული ბოლომდე არ არის შემოსაზღვრული, როგორც ხედავთ, არის ღიობებით, საიდანაც სწორედ ეს ხედები იშლება, რომელიც უკვე აღვნიშნე. კოშკის გარდა უშუალოდ არემარეს ძალიან მომწონს, ვინაიდან ძალიან შვიდი გარემოა, რაც თავარია მანქანით შეგვიძლიათ თავისუფლად მოხვიდეთ და იპიკნიკოთ, დრო გაატაროთ და დაისვენოთ. კოშკის სამხედრო დანიშნულებაზე მივხვდით სათოფურები, რომლებსაც კოშკის მეოთხე და მეხუთე სართულებზე ვხვდებით. მეოთხე სართულზე არის საზარბაზნეც. მეორე კოშკი უშუალოდ სოფელში, ბილანიშვილების უბანში მდებარეობს. სახელიც აქ მცხოვრები გვარისგან.
ბილანიშვილებისგან, ძველად ბუტულაშვილებისგან მომდინარეობს. კოშკი ცილინდრულია და მე-18 საუკუნეში რიყის ქვითაა აშენებული. ბილანიშვილების კოშკის ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთ მხარეს, მეორე სართულზეა, სადაც შესვლას ვერ ვახერხებ. კედლის ზედაპირი ნალესობითაა მოსწორებული. გარედანაც შეიმჩნევა, რომ რიყის ქვის გარდა მშენებლობისას აგურიც გამოუყენებიათ. აგურითვია ამოშენებული სათოფურები. ხაშმი ცნობილია არა მარტო ისტორიული ძეგლებით, არამედ საუკეთესო ვენახებითა და ღვინოებით. როგორც კი მთავარი გზიდან გადაუხვევთ და სოფლის შუაგულში შეხვალთ, ირგვლივ გაშენებული ვაზის ზურები გადაგეშლებათ თვალწინ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქ მომენახულებინა რომელიმე პატარა მეღვინეობა. კახეთში მოგზაურობა, რა თქმა უნდა, კახური ღვინის დაგემოვნების გარეშე არ გამოდოდა. მოვიდეთ ერთ ჩვენიერ მყუდრო ადგილას და ჩვენი მასპინძელი კარგად გაგვაცნობს ამ მარნის შესახებ რამდენი ხანია გაქვთ და რომ ასეთი საოჯახო მარნები განსაკუთრებით მიყვარს, ასე კარგად რო არის მოწყობილი და რო გითხრათ თქვენი მარნის შესახებ ერთი-ორი სიტყვა. კი ბატონო. მარას კი ტეღანაც გითხარით, ჩემი შვილი გაუძღვა თავიდანვე, ძალიან მოინდომა, ძველი ისტორიული მარანია და აი ამ ისტორიულობის აღდგენა. თითოეული ნივთი, აი ძალიან ისე აქ ნაშოვი, ყველაფერს ელოლიავებოდნენ. აი დაახლოებით მე-6 წელია მარანი გააკეთა ოთომ და ძალიან ბევრი ტურისტიც მივიღეთ შვილ, აი ძალიან ბევრი. იყო ყველა ქვეყანა ევროპა და აი ავსტრალიაც იყო. ტურს შეგვიკვეთავდნენ. რა თქმა უნდა მენიუს შეუთანხმებდით და იმიტომ რომ მე ჩემი ძროხები, ჩემი ყველი, შინაური მაწონი, ნადუღი, ხაჭაპური, ეს ლობიო ქოთნით ისტორიული არის ეს ქვევრები, როგორც მივხვდი, უფრო წარსული და ორად კი ძალიან ძველია ბებო. უკვე აი ოჯახის რელიქვია ამასე. რელიქვია ქვია და უკვე ისტორიული ძეგლად ითვლება, ვიდრე ღვინო ყენდაყენდეს. როგორც მივხვდი, როგორც ხდებოდა ხოლმე ეს არსებობდა აქ. აი აქ იდგა საწნახელი ბებო. დაახლოებით 180 წლის წინ მაინც, საუკუნეახ და დიდი საწნახელი და ეს ხომ იყო თავადი ეს ამას მეპატრონე. ესენი აზნაურები იყვნენ. ყავდათ გლეხები, ოჯახები, რომლებიც ყველანი აქ წურავდნენ. და იქიდან იდგა ის და პირდაპირ ფეხით რო წურავდნენ, ჩადიოდა და დაახლოებით 25 ტონაა, 5 ტონიანებია 5. მე ეს რევოლუციის წლების მერე აქ არაფერი აღარ არსებობდა, უბრალოდ გაილესა კედლები, ყველაფერი დამიწდა. აი ჩემმა შვილმა კედლები აღადგინა ძველი. მოკეთ იმან მოინდომა, მეც ხელი შევწყო და თავის დედიკომაც და მამიკომაც და რა ღვინოები გაქვთ აქ ჩვენ ძირითადად ბებო, ხაშმის საფერავი არის უნიკალური. აი ძალიან გთხოვ დალიო და გასინჯო ახლა. უნიკალური თვისებებით. აქ არის ხა მე მიმდენი არ ვიცი ოთომიც ეს ფერმენტადი და ფერმენტიზაცია ხდება აქ, ლაფიან ხევია და თიხა მოაქვს და მინერალები ბევრი მოაქვს მორწყვის დროს და აი მდინარეს რო ჩადის, ამიტომ არის უნიკალური. მართლა წამალივით არის, ამიტომ კი არ ვაქეთ. და რქაწითელი. რაღაცა საოჯახო რელიქვია არის ყველაფერი ეს და მithumetes ახალგაზრდა. ძალიან მოსაფრთხილებელია. აი ეს იარაღიც ერთი ისეთი ძველია რეკლამების ომებშია ნამყოფი და ეს თავის თაფლი აქვს, ამასაც ფუტკარი გაიჭი. ნატურალური პროდუქტი ავსტრალია. რა ვიცი. ძალიან კარგი, დიდი მადლობა შეთი. არა. პატარა მიწის ახლა უფრო დავაგემოვნებ. კი ბატონო. ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული უამრავი ნივთის გარდა, მრავალფეროვანი ნივთები და რელიქვიებია გამოფენილი. ნახატები, ძველი ფოტოები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთები, იარაღი, ფარდაგები, აკვანი და ბევრი სხვა. აქვე არის თედო-პაპას ნაქონი ნივთები, ვის სახელსაც ეს მარანი ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმია, სადაც მოსული სტუმარი გაეცნობა არა მხოლოდ მეღვინეობას, არამედ კახეთში მცხოვრები ხალხის ცხოვრების წესს შუა საუკუნეებიდან დღემდე. აი პირველ რიგში ხაშმის საფერავს დავაგემოვნებ, იმიტომ რომ ალბათ საფერავში ერთ-ერთი ცნობილი ღვინოა და ესე კი გამისინჯავს.
ცოტა ბევრი ასხია. კი გამისინჯავს ესე, მაგრამ უშუალოდ ხაშფში პირველად ვარ და განსაკუთრებით მაინტერესებს როგორ მომეწონება. არომატი უკვე ისეთია, მრავალფეროვანი, ინტენსიური არომატებია და იმედია გემოზეც. საფერავისთვის დამახასიათებელი სიმშრალე და ხელის არომატი იგრძნობა ძალიან ინტენსიურად მართლა და ძალიან იმრილია. ხომ დავაგეუნო რა თქმა უნდა არ კაწითელი. ცოტა ესე, ვნახოთ. კახური გუნები ზოგადად ესეთი ძაფრია ხოლმე და ბევრს არ უყვარს, მაგრამ მე ბები ამყავს კახელი და კახურ გუნებს ბავშვობიდან ესე სინჯავ ხოლმე, ასე რა თქვათ და ვნახოთ ეს როგორია. განსაკუთრებით აღნიშნვის ღირსია ხოლმე ეს ოჯახში დაყენებული გუნები, ასეთი ხარისხის არის, იმიტომ რომ უფრო მეტად შრომატებადია, უფრო მეტი მოვლა სჭირდება და როდესაც უკვე შედეგი ასეთი კარგია, რა თქმა უნდა, ვინც ამას აკეთებს, კარგია, მაგრამ ვინც სტუმარი მოვდივართ განსაკუთრებით. აგვიმარჯოს და კახეთს გავამარჯოს. საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. კახეთში ღირსშესანიშნაობების რაოდენობა განუზომლად მრავალფეროვანია, ამიტომ კიდევ არაერთხელ დავბრუნდები. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში უკვე ქვემო ქართლში გადმოვინაცვლებთ. ვესტუმრებით რამდენიმე საინტერესო ადგილს. არ გამოტოვოთ.